გამარჯობა, დღეს 17 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1994 წლის 17 ივლისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი კალი უჩისი. მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო, მათ შორის გრემი. 1974 წლის 17 ივლისს დაიბადა არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო ლოპესი. 1987 წლის 17 ივლისს დაიბადა ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი ჯერემი ფილიპ ფელტონი. 1954 წლის 17 ივლისს დაიბადა გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი. ის იყო პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. 16 წლიანი მმართველობით ის გახდა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ხანგრძლივი ლიდერი. 1976 წლის 17 ივლისს დაიბადა პოლონელ-ამერიკელი მსახიობი და მწერალი დაგმარა დომინჩიკი. 1972 წლის 17 ივლისს დაიბადა ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი იაპ სტამი. ის ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად. სტამი თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის მანჩესტერი, ლაციო, მილანი და აიაქსი. ის ორჯერ გახდა წლის საუკეთესო მცველი. 1976 წლის 17 ივლისს დაიბადა ამერიკელი ქანთრი მუსიკის სუპერვარსკვლავი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და სატელევიზიო სახე ლუკ ბრაიანი. 1979 წლის 17 ივლისს დაიბადა ავსტრალიელი მსახიობი ჯეისონ კლარკი. ის მონაწილეობს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის დიდი გეტსბი, მაიმუნების პლანეტა, ტერმინატორი და ოპენჰაიმერი. 1975 წლის 17 ივლისს დაიბადა ფინელი დიჯეი და პროდიუსერი ვილე ვირტანენი. 1962 წლის 17 ივლისს დაიბადა ქართველი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი გიო ხუციშვილი. 2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა გიო ხუციშვილის ვარსკვლავი. და კომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.